ბათუმში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესის პარალელურად პროტესტი გრძელდება დედაქალაქში. ზუსტად პროტესტის 247 დღეს კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და აქციის მონაწილეები უცვლელი შემართებითა და მოთხოვნებით კვლავ არიან აქ შეკრებილები. რა თქმა უნდა, ისინი უპირველეს ყოვლისა სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და ამბობენ, რომ ის არის სახე ქართული ჟურნალისტიკის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და იმისა, რომ აუცილებელი ახლა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა ისმოდეს და სწორედ ამიტომ დააპატიმრა მათი განმარტებით ქართულმა ოცნებამ ამაღლობელიც, რომ ჩაახშოს ქართული თავისუფალი მედიის ხმა და გააჩუმოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აწვდიან ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. მე ახლა რამდენიმე რესპონდენტის პოზიციას მოგასვენინებთ. პაატა ბურჭულაძე არის პირველი, ვისაც დაუსვამთ კითხვებს. ბატონო პაატა, რამდენიმე კითხვა მექნება თქვენთან, რა თქმა უნდა მზიაზეც დაგისვამთ კითხვას, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ. როგორც ელენე ხოშტარიას პოსტიდან ირკვევა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან, ის შეხვდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილსაც და წერს, რომ იყო მოლაპარაკება, მათ შორის 4 ოქტომბერზე. თქვენთან თუ ქონდა ვინმეს კომუნიკაცია და გარკვეულწილად გაიფანტა თუ არა დაბნეულობა ამ თარიღის გარშემო, ან ის დაძაბულობა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში არსებობდა. დიახ, რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ახლა თქვენ იცით, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ეს უნდა ვინმეს თუ არ უნდა, ჩვენ მაინც დავიბრუნებთ. 4 ოქტომბერი არ არის ახლა ის თარიღი, რომ გამოვაცხადოთ აქცია და შემდეგ ეს აქციას უთხრათ, თუ დაიშალეთ წათიხლა სახში, 12 საათია გვეყოფა. ჩვენ 4 ოქტომბერს მივახცევთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. და ჩვენ ვაანონსებთ, რომ 4 ოქტომბერი არის ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობის დღე. ჩვენ ამას შევასრულებთ. რაც შეეხება ამ შეხვედრას, მე დღეს გავიგე, რომ ეს შეხვედრა სხვა შორის აქ რუსთაველის გამზირზე მე მითხრა რამოდენიმე ადამიანმა, ძალიან მივესალმები, რომ ყველამ უნდა შევთანხმდეთ და ყველამ უნდა ერთობლივად ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი მტერი გვყავს, მტერი მყავს ხედველობაში ქართული ოცნება და ქვეყანა ჩვენი არის საქართველო. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და ძალიან კარგია თუ მოილაპარაკეს ერთმანეთში და ელენეც ისევე გვჭირდება ჩვენ აქ, როგორც სხვა პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა. პერსონალურად თქვენთან თუ ქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაციან საუბარი? ნუ ეხლა ლევანთან მე ყოველთვის ამაქვს კომუნიკაცია და საერთოდ 1-2-3 ეგეთი მებრძოლი რო ყავდეს ჩვენ იმაში პოლიტიკაში უკვე დიდი ხანი დამთავრებული იქნებოდა ქართული ოცნება. და ამიტომ ამ მებრძოლ კაცს მე ვენდობი და რა ვიცი, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ ყველგან დავდივართ რაიონებშიაც ერთად დავდივართ, თბილისშიაც ერთად დავდივართ, ყველგან სადაც კი არის რაღაცა ესეთი, ჩვენ ყოველთვის ერთად ვარ და ძალიან კაი იქნება თუ ელენე ხოშტარია ჩემოგვიერთდება და სხვა პოლიტიკოსებიც, რა თქმა უნდა. თქვენ ხომ არ აპირებთ რაიმე ინიციატივის გამოჩენას ამ თვალსაზრისით ახლო პერიოდში? რა ინიციატივა? რომ გქონდეთ კომუნიკაცია სხვადასხვა პარტიებთან, თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. მე როცა დავიწყე ეს მოძრაობა, რომელიც ქვია რუსთაველის გამზირი, ყველა პოლიტიკოსი შეხვდი, აბსოლუტურად ყველა და ყველა შევთავაზე, რომ გავერთიანებულიყავით. და სხვა შორის ბევრი შემოგჩა. მაგრამ ჩვენ თუ უყურებთ ახლა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას, ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით ვერასდროს, იმიტომ რომ ეს არ მოხდება. აქამდე თუ ვერ გაერთიანდნენ, ისინი არასდროს არ გაერთიანდებიან. და ამიტომაც მოდით გავაკეთოთ ეს სამოქალაქო მოძრაობით, ჩვენი ეროვნული კრებით, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ 4 ოქტომბერს. და აქ შემოგვიერთდნენ ყველა პოლიტიკური პარტიის წევრები, როგორც საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეების შესაძლებელია ეს ქვეყანა. და აუცილებლად ნახეთ თქვენ ბევრია, ხა ბევრი ადამიანი გამოდის ტელევიზიაზე და ეძახის, რომ ასე არ შეიძლება დღის დაკიდება, ასე თქმა უნდა ვთქვათ. 4-ში ჩვენ ამგენს ვამთავრებთ და ჩვენ საქართველოს იღვიძებს და იმარჯვებს. კი ბატონო, აუცილებლად უნდა გკითხოთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც უკვე რამდენიმე საათია პროცესი მიმდინარეობს ბათუმში და ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი აქციაც ეძღვნება მზიას, აგერ თქვენს უკან არის ბანერი თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები. რას გვეტყვით ამ მორიგ თეთრი ძაფით შეკერილ საქმეზე და რა თქმა უნდა, ყველას აქვს მოლოდინი იმისა, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებით არ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული. რისი ინდიკატორია თქვენთვის ქართული ოცნების ქცევა და მათ შორის სილის გაწვნის გამო ადამიანის ამდენი ხნით პატიმრობაში დატოვება და მას ემუქრება ხო 7 წლამდე პატიმრობა, რას მიგანიშნებთ ეს ყველაფერი? ეხლა ძალიან ძნელი სათქმელია რა იხარშება იქ მოსამართლის თავში, ალბათ ერთი მხრივ სინდისნე ნამუსი რადგან აწუხებს, იმიტომ ის ცისო გამოსაშვებია ქალბატონი მზია. მეორე მხრივ იქედან ბიძინა ივანიშვილი უნება რომ არ გინდა არ გამოუშვა. კანონიც ვერაფერს ვერ მე ერთ სიტყვით ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეს ადამიანი, მე მის მდგომარეობაში არ შევდივარ. მე შევდივარ საქართველოს მდგომარეობაში. აი ზუსტად მაგიტომ 4-ში უნდა გავისტუმროთ ესეთი, რომ ეგეთ რამე
აღარ როცოს არ განმეორდეს. დღეს ყველანი აქ სუნთქავს მზია ამაღლობელი. აი ყველანი სადაც არ გაევლით, სულ მზიაზეა საუბარი და სულ საუბარია რომ როგორ რა მოხდება და როგორ მოხდება. ძალიან პატარა ალბათობა რომ ამ მავნებლებმა და ამ რა ვიცი როგორ რა სიტყვები უთხრა მე ახლა ამ თავრობას რომ ის გამოუშან გარეთ. მაგრამ ამის შანსი მაინც არის, იმიტომ რომ იმდენად არაფრისგან არის შეკერილი საქმე, ზუსტად აი თეთრით, იმით საქმე შეკერილი საქმე. თეთრი ზაფი, იმდენად თეთრი ზაფითა შეკერილი რომ ეს ყველაფერი ჩანს და მაინც რაღაცა იმედს ვიტოვებთ რა. მაგრამ ეს ჩვენ 4 ოქტომბერს, ბზიაც რომ გამოუშვა 4 ოქტომბერს არ ცვლის. 4 ოქტომბერს ეს უნდა წავიდე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ვუსმენთ პაატა ბურჭულაძეს. დღევანდელი დღის და ბოლო კვირების ფრაზად არის ქცეული თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები და სხვათა შორის ეს არის ბანერი, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დატოვეს გასული კვირის აქციაზე. გია ჯვარშეიშვილი იქნება შემდეგი, ვისაც კითხვას დაუსვამ. აი ზუსტად ის ბანერი, რომელიც თქვენ გიჭირავთ, ყველაზე კარგად გამოხატავს დღეს აქ შეკრებილი ადამიანების განწყობას და არა მხოლოდ დღეს 247 დღე ადამიანები ამ სულისკვეთებით იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. მზიას პროცესი მინდა შეგაფასებინოთ თქვენს. რას ხედავთ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და როგორი არის თქვენი მოლოდინი იმ პრეცედენტების გათვალისწინებით, რომლებსაც უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების პირობებში ვუყურებთ. რუსული ხელისუფლებისგან რა თქმა უნდა არაფერი კარგის მოლოდინი არ აქვს, თუმცა ვხედავთ მზიას მტკიცე ხასიათს, მის utexობას და ეს გვაძლევს რა თქმა უნდა იმ იმედს, რომ როგორც ერიც გადავრჩებით, როგორც ქვეყანაც გადავრჩებით და რომ ყველაფერი ზოგადად უკეთესად და კარგად იქნება. ხა ჩვენ რაც შეგვეხება და ჩვენ პროტესტს რაც შეეხება 257 დღეს რაც შეეხება ეს აუცილებლად ესე გაგრძელდება რიცხვების მიუხედავად აბსოლუტურ გამარჯვებამდე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ შემდგომი ხელისუფლებები მედიასთან ესე დამოკიდებულებას ვეღარასოდეს გაბედავენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ასეთი არის მოცემულობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტის 257 დღეს. ეს არის პროტესტის მეოთხე სეზონი. ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ იანვარში ვარაუდობდა, რომ ეს პროტესტი დასრულდებოდა, თუმცა მას ეს მოლოდინი და ვარაუდი არ გაუმართლდა და მოქალაქეები დღესაც რუსთაველის გამზირზე დგანან. თქვენ ახლა გესმოდათ ფონად შეძახილი თავისუფლება მზიას დღევანდელი დღე და დედაქალაქში გამართული აქცია ეძღვნება სწორედ მზია ამაღლობელს და აქედან გამომდინარე აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ იმას, რომ ეს ადამიანი არის სახე და სიმბოლო იმისა, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება, რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა ჩაახშოს, თუმცა მიუხედავად ამისა იმედოვნებენ, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მალე დასრულდება, მომდევნო ხელისუფლებები კი ვეღარ გაბედავენ მედიასთან ისე მოქცევას, როგორც დღეს ქართული ოცნება იქცევა.